გამარჯობა. ეს არის Lovex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ LCI-ის შიგნით რას უნდა ელოდონ ლონდონის არბიტრაჟი. ლონდონის არბიტრაჟი არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არბიტრაჟისთვის და LCI ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის სასამართლო. ამ პროცესის ცენტრშია. მაგრამ რას უნდა ელოდონ მხარეები, როდესაც პროცესი იწყება? დავაკვირდეთ, LCI გთავაზობთ წესებზე დაფუძნებულ კონფიდენციალურ პროცესს, რომელიც ეფუძნება ინგლისურ სამართალს. თუმცა ის ასევე კარგად მუშაობს სამოქალაქო სამართლის სისტემებთანაც. საქმეები, როგორც წესი, რეგულირდება LCI-ის 2020 წლის წესებით და ეს არის იდეალური არჩევანი კომერციული ბიზნესებისათვის. ეფექტური ფორუმი, რომელიც თავიდან აიცილებს სასამართლო პროცესის საჯაროებას და სიმკაცრეს, არბიტრაჟი იწყება არბიტრაჟის მოთხოვნის წარდგენით და რეგისტრაციის შემდეგ. LCI-ის სამდევნო საქმეებში ერთვება და ნიშნავს ტრიბუნალს. ჩვეულებრივ ერთ არბიტრაჟს ან 3 წევრი პანელს. ტრიბუნალი მართავს პროცესს, ადგენს ვადებს, მართავს საქმის ადმინისტრაციულ შეხვედრებს, ზღუდავს მტკიცებულებების გამჟღავნებას და ხშირად უფრო ბევრად მოქნილ და სამართლებრივ პროცესს ქმნის. ესე ნაწილდება, მაგრამ როგორც წესი, დამარცხებული მხარე იხდის გამარჯვებულის იურიდიულ და ტრიბუნალის ხარჯებს. დასაწყისიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქმეები ჩვეულებრივ წყდება 18 თვემდე ნაკლებ დროში. უფრო სწრაფადაც, ვიდრე უმეტეს სასამართლოში და როგორც წესი, ნაკლები სიურპრიზებით. რატომ LCI ლონდონში? შევაჯამოთ. ნეიტრალურობა, ექსპერტიზა, კონფიდენციალურობა და ყველაზე მნიშვნელოვანი აღსრულებადობა. LCI-ის გადაწყვეტილებები სასარგებლოდ ნიუ-იორკის კონვენციით, რაც მათ საშუალებას აძლევს აღსრულდეს 170-ზე მეტ ქვეყანაში. გარდა ამისა, ინგლისის უზენაესი სასამართლო შეიძლება საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ან გააკონტროლოს პროცესი. თუ ჯერ წერთ დავის პუნქტს, ან უკვე გაქვთ დავა LCI, გთავაზობთ გამართლებულ გზას სამართლის მისაღწევად. ნეიტრალურ პირობებში, რა თქმა უნდა. თუ გსურთ მეტი დეტალი ამ საკითხზე ან გაქვთ უკვე მიმდინარე პროცესები, დაგვიკავშირდეთ Lovex Solicitors-ში და მიიღეთ ჩვენი გამოცდილი იურისტებისგან დახმარება და კონსულტაცია.